გამარჯობა, მე გიორგი ქორიძე ვარ და როგორც ხედავთ, არხს ძალიან კრეატიული სახელი დავარქვი, ქორო. თქვენ უყურებთ ახლა როგორც ხედავთ ლუდი და წვენს, გადაცემა ლუდი და წვენს და დღეს ჩვენთან ერთად არის უშესანიშნავესი ადამიანი, რომელიც თვითონ გაგვეცნობა. გამარჯობათ, მე ვარ ლუკა ჩინჩალაძე. და სად თამაშობ ლუკა? გდანში. და რომელ წლიანი ხარ? 2014-იანი. ხო, იმიტომ რომ ფეხბურთელებს ესე ეკითხებიან ხო, რა ფეხბურთი რამდენი წლის ხარ არ ეკითხებიან. 14-იანი ხარ, ანუ ხო? მოკლედ აქ გვექნება ცოტა დასველი ესა დოლურა, კი არა და რაც არის და აქ გვიყრია რაღაც თემები რა, რენდომ თემები სპორტზე და რა თქმა უნდა ფეხბურთზე და რიგრიგობით ამოვიღებთ და ამ თემებზე ვილაპარაკებთ რა, განვიხილოთ ესა თუ ის თემა, ხომ მზად ხარ? დიახ. მოდი მას შენ ამოიღეს უპირველი. კარგად მოურიე, მე რო არ მითხრა ჩაწყობილიაო და რაღაცები. ჩემპიონთა ლიგა. ჩემპიონთა ლიგა, რომელი გუნდის ფანი ხარ? რეალის რა თქმა უნდა. და ჩემპიონთა ლიგა, აი, გამე თუ არ არსებობს, რომ ჩემპიონთა ლიგა და რეალის ფანია და პირველივე ამოიღო ჩემპიონთა ლიგა. რავი, მე გავჩვენდები, მე ბარსას ფანი ვარ, შეგიძლია ილაპარაკო რაც გინდა. რავი, ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ რეალს 15 ჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგება. ხო, ეგ ხო არ ჩავაბრუნოთ, თავიდან დავიწყოთ ჩაწერა, თუ იყოს ეს. რამდენ ჩემპიონთა ლიგას მოესწარე, რაც რეალმა მოიგო? ხო არ გახსოვს ზუსტად. ეხლა დავითვალოთ 1 2 3 4 5 აი და ჩემპიონთა ლიგას წელს რას აპირებთ? სუნი მცემს რომ კიდე მოვიგებთ. რატო გცემს სუნი? აი რა. რა ფორმაში? ნახავთ რა. სიტისთან გაძველით, როგორ სიტისთან გაძველით, იცი? აი არსებობს. სიტის კი არ შეხვდით, თქვენ შეხვდით სელტას. და სელტას მოუგეთ და იგი ხარიათ და ნახოთ, აბა შემდეგ ეტაპზე რას იცავთ. ან მე-16-ს ელოდები? რა თქმა უნდა. ანუ იმენა რა თქმა უნდა? წყალი არ გაუვა? არა. ბარსას თამაშები ნანახი და კი, 1-2. ლიგაზე? კი, 1. ნახე მე კაცხაგდებული იმას რომ მოუგო ბენფიკას. მე ამოვიღებ ხა. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეხლა რამე ბარსაზეც იქნებ ამოვიღო. საყვარელი ფეხბურთელი. ნუ ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ეხლა ყველა მიცის. ვინ აბა? მესი. მესი, შენი? ზიდანი. მართლა? მართლა. ვა, და რანაირად? რანაირად და ერთხელ მომჩვენა მომითხრა რომ აი ზიდანი იყო მაგარი ფეხბურთელი რეალშიო და მის დაუინტერესდი, ჩავწერე TikTok-ში და ამოვიდა მის თამაში და მის თამაშის სტილი ძალიან მომეწონა. ზიდანის ხო? ხო. ვის მიამსგავსებდი ახლა დღესდღეობით ზიდანს? ბელინგემს. ბელინგემს კი ბატონო, ხო, მარტივი ის არის რა ქვია, დასაკავშირებელი. ზიდანის ის ნანახი გააქვს? თავი რო ჩაარტყა იმას. კი. მატერაცის, ხო? მატერაცის ჩაარტყა. მე მოგეწონა იმ მომენტი? კი. ხო, მეც მომეწონა. მე და ჯეიცი სახში მაქვს გაკრული პლაკატი მაგის თავს რო უტყავს. იმიტომ რომ მგონია რომ ღირსი იყო მაშინ ეგ რა. ზიდანს დაღდად არ ველოდი. და ისე აი ვისაც დამთავრებული აქვს უკვე დამთავრებული კი არა, ვინც ახლა თამაშობს? ბელინგემი ალბათ. რონალდო არა? აღარ არის მაგის დრო. ხო, ეხლა მე მესის არ ვიტყვი, ეხლა ჩემი საყვარელი ფეხბურთელი რა თქმა უნდა მესია, მაგრამ ეხლა დღესდღეობით რო დავფიქრდე, ალბათ მარტივია ეხლა რასაც ვიტყვი, აბა ვის ვიტყვი შენი აზრით? დღესდღეობით ვინც თამაშობს? შენზე ლევანდოვსკი? არა, ლევანდოვსკი 80 წლით დიდი. იამალი ხო, იამალი არის დღესდღეობით რა. ხო, არა, იამალი მეც მიყვარს. ხო და აი გიწევს ერთი გიწევს უკვე იამალობა. რას ფიქრობ, ჯურნალისტის ასაკში სად იქნება ისე? ან სად მინდა რომ იყო? ჩვენი ასაკში? აუ, ალბათ რომა. რომა? არა, უცნაურ რაღაცებს რა საინტერესოა რომა, რატო? იბალა ხო არ მოგწონს? კი, იბალას მოგწონს. იბალა მოგწონს და რომა ტოტის გამო ხო არა, ან ტოტის ვიდეოებიც ხო არ გაქვს ნანახი? კი, ერთ-ერთი კი. არის ძალიან განათლებული ის მოდის თავობა. აი, საჯები. აი რა კაია რომ საჯები ამოვიდა ეხლა ძალიან მესი ამოვიდა. შენ თუ უყურე იმას PSG-ს თამაშს იმასთან რა ქვია.
ვისაც ერთ ლივერპულთან. კვარაუნო გოლი გაიტანა და არ ჩაუთვალეს. კი. მათ გახსოვს პირველ ტაიმში იმათი ლივერპულის მწვენი კონატე. ხო. ხელი რო ბარკოლას და არაფერი რო არ მოხდა. საწითლეზე რო ამოწმებდნენ. გახსოვს ეგ მომენტი? აი მაგ საჯზე რას მეტყოდი ზრდილობის ფარგლებში თუ ისე გიწია. ზრდილობის ფარგლებში? რავი. გასაგდები არის ხო? ზოგოსკაფიც. კი, მართლა. ხო გასაგდები იყო. ანუ მიკერძოებულები ხო არ ვართ ქართველები რადგან ვართ მაგიტო ხო არ ვიძახი. არა. თქვენთან როგორ არის ისე მსაჯები? როგორი მსაჯობაა? რავი ისე. ამოჩემებული აყავხარ ვინმეს? კი. ისე რა ხო? ხო. რას ეძახით ხოლმე იმას მსაჯებს? ანუ სულად ხო არ მიმაშვებით. მოიხსენიებთ. არა, 1-2 მსაჯი. 1-2 მსაჯი არის ხო ისეთი, ვისაც სუდი სახელია. არა, ეხა არ თქვა ოღონდ, მაგრამ ნუ გაბაზრებული აქვს ხო რა ის? ქართული ფეხბურთი. მიდი გისმენ, აბა მე არაფერს აღარ ვიტყვი, აბა ქართულ ფეხბურთზე რა სილაპარაკე. რავი, მე ქართულ კლუბებში იბერია მოწონს. იბერია მოწონს? რატო, ნეტა? ნეტა რატო? რატო, აბა გითხარი. ჩემი მამიდაშვილი არის ლუკას ილაგაძე და მაგიტომ სულ გულს მომდგებ. მეც ვადევნებ ხოლმე თვალს შიგადაშიგ რა, მაგრამ ვაღიარებ ისე ხშირად ვერა, როგორც შეიძლება. ეს ადევნებდეს, იმიტომ რომ თავის ნათესავი თამაშობს, თორე არც ეს არ უყურებ და ეხა დიდად ალბათ. აი, შემდეგი აბა. მოსვიწვენი. ვითომ წვენია ეს და შეგახსენებთ თქვენ უყურებთ ლუცს და წვენს. კარგი. ყველაზე მაგარი თამაში რაც გინახავს. აი, შენ დაიწყე აბა. ეხა არ მითხრა, ჩემი ისო რა ქვია ნათესავიო, იბერია რაღაცა არ მითხრა, ეხა გეხვეწელი. აბა რომელია? მე მომეწონა PSG ლივერპული ეხა რო იყო. PSG ლივერპული. ხო, მართლა მომეწონა. საქართველოს თამაში რაც მინახავს, საქართველო ხორვატია იყო ადრე 1-0 მოვიგეთ და სტადიონზე ვიყავი მაშინ, დინამო სტადიონზე იყო ეგ თამაში და გოლი რო გავიტანეთ, მთელი სტადიონი რო ახტა და რო დახტა, მეგონა რომ სტადიონი ჩაინგრეოდა, ერთი წამი აი ესე დავდექი, ისე შემეშინდა. შეიძლება სიტუაციის გამწვევა საჯარიმოშია, მართლავე პასი უკან, დაშლა! გოლ! გოლ! საქართველოს დაგრემა გაიტანა. 1-0. მაგრამ ჩემი ყველაზე საყვარელი თამაში რაც კი მინახავს, ალბათ მაინც არის ბარსელონა PSG, სადაც იცი ეგ თამაში? მართლა ბარსელონა 6-1 რომ მოუგო. PSG-ს ჰქონდა მოგებული 4-0 რა და ბარსას უნდა მოიგო უეჭველი რავი 700 რაღაცა რო ის. ხო და 6-1 მოიგო, მაშინ ბარსელონამ საჯებს კი მიაწერეს ვიღაცემმა, მაგრამ მე მგონია რომ ძალიან დამსახურებულად მოიგეს რა და ალბათ ეგ თამაში იყო და არის რომ ამომიგდებს ხო იცი ვიდეოს რომ ნახულობ ცრემლები მაგდება ხოლმე რატომ ადგება არ ვიცი ეხლა არა მან არ ვიცი მას გამიგებ ამოიღე შენი საყვარელი კლუბის გარდა რომელი კლუბი და რატო? მე ვიცი რომ ლეგანეს გულს ემატკივრობ. ბაიერნი. ბაიერნი? კი. რატო? მუსიალას გამო. ძალიან მაგარი ფეხბურთელი. ვის გამო? მუსიალას. მუსიალას გამო. ძალიან მიყვარს ეგ ფეხბურთელი. ჩემი საყვარელი კლუბი ბარსას მერე რომელია იცი? აბა თუ გამოიცნობ. ესპანეთშია. ესპანეთში. ხო. ყველაზე მაგარი ფეხბურთელი გადავიდა ეხა მაგ გუნდში. სოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ვინც არის? Manchester United-დან გადავიდა. ბეტისი. ბეტისი არის ჩემი მეორე საყვარელი გუნდი. ანტონის გამო. ანტონი, აბა რა. ანტონი არის გოუთი, არა? კი, კი. Anthony has it completely not away by Thomas. იმენა საუკეთესო ანტონი მოკითხვა დარწმუნებული ვარ უყურებს ამ გადაცემას ესპანურადაც იდება, ნუ. 2005 წლის ფინალი. აჰა, მიდი შენი ლაპარაკი ამაზე. რავი. 2005 წელს ფინალი რო იყო.
გაშვებოდი. არ უყურებდი. ადრე დაიძინე როგორც მახსოვს, ხო? ხო. საქართველოში საუკეთესო კლუბი. ეს დაახლოებით წეგან უკვე თქვა. ხო, რა თქმა უნდა. სამგურალიო, მაგრამ კიდე რა სამგურალი? სამგურალიო თქვი? არა, იბერია. იბერია? აი ხა წეგან სამგურალი თქვი, ხა იბერია, ვიცი. გასული რო იყო წეგან ლუკა, ალბათ მაგიტო. ხა თუ დაინახე, ისე იბერია თქვი. აი კი ბატონო, ესეც გავატაროთ. აჰა, ორი ცალია დარჩენილი, ერთი შენ ამოიღე, ერთი მე. რეალი სიტი. რეალის რანაირად ამ ჩაწყობილად იღებ საშენო რაღაცებს? აი ხა სიმართლე უნდა ვაღიაროთ რა. ჩამიძინა. აი, თემები ამოვწურეთ და მოდი ბოლოს მითხარი, რას ურჩევდი დამწყებ ფეხბურთელებს. აი 6 წლის ეს არის, მიცი ხა იწყებ. ატარებზე ვამბობ ხო ასე ხა. რომ მოინდომონ პირველ რიგში. სწავლა. ფეხბურთს რომ მიაწვნენ ბოლომდე. ფეხბურთს ბოლომდე მიაწვნენ, ნუ და ეგ რა თქმა უნდა, ხო, ანუ ერთი მასში ჩააქსოვა ყველაფერი რა. ნუ კი ბატონო, მე არ ვიცი, მე რჩევას ვერ მოგცემდით, მე უკვე აწუყვე ფეხბურთელი ვარ. სხვა შორის მე 11 წელი ვთამაშობდი. ეხლა არ მეტყობა არაფერი. მაშინაც დიდად არ მეტყობოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში სწორგზაზე დავდექი და დავანებე ფეხბურთს თავი რა და ვინც რაღაცა ორჭოფობთ და ასე შემდეგ და რამე ისეთ გუნდში ხართ, თქვენც გირჩევთ რომ შეეშვათ თავის დროზე ფეხბურთს და იპოვოთ თქვენი გზა ცხოვრებაში, თორემ მე ჩემსავით დაგემართებათ, გული დაგწყდებათ რა. ჯასპორტი გეცოდინება მაღაზია. ჯასპორტმა გამოგიგზავნა აგერ ხვიჩა კვარაცხელიას ფორმა საჩუქრად. აგერ ჯასპორტისგან გადმოგიცემა შენეს ხვიჩას ფორმა. ხო არ გქონდა აქამდე ხვიჩას ეს ფორმა. და ძალიან კაი რეალის ფორმა ვიფიქრე, მაგრამ არ მინდოდა რომ შევხებოდი რეალის ფორმას და საბოლოოდ გადავწყვიტე რომ ხვიჩას ფორმა ეჩუქებინა და ასევე სხვათა შორის კომენტარები უნდა დაწეროთ აუცილებლად და რენდომად, ანუ შემთხვევითობის პრინციპით აირჩევა ერთი ადამიანი კომენტარებიდან, ოღონდ ერთმა ადამიანმა ერთი კომენტარი უნდა დაწეროთ და მასაც გადაეცემა ხვიჩა კვარაცხელიას მაისური ჯასპორტისგან, რა თქმა უნდა რა. დიდი მადლობა. ხო. რომ მოხვედი ჩემთან. დღეს ესე საინტერესო ვისაუბრეთ. ყველაფერს კარგს გისურვებ ცხოვრებაში, წარმატებებს გისურვებ ფეხბურთში. და ნუ რა თქმა უნდა, ალბათ ამას ყველა გეუბნება ხოლმე, რომ რო გაიზრდები, მე არ დამივიწყო მაგარ ფეხბურთს რო ითამაშებო და ასე შემდეგ და ბილეთები გამომიგზავნე ხოლმე შენი თამაშის რა. ჯიგარი ხარ რა. აუცილებლად. აი ხარ.